წმინდა მოციქულნი პეტრე და პავლე. მეთევზე იონას ძესა, თვით მეთევზე სცისმარ დღესა, უწევდა ოჯახის კვება და ეს იყო მისი შვება. უფროსი ძმა კი ანდრია შეხვდება კაცსა მადლიანს, შეიცნობს ვითარ მესიას სულყველანი რომ ელია. იგი აცნობს სიმონ ძმასაც და ქრისტე მიმართავს მასა, სვიმონ, შენ იონას ძე ხარ, დღეიდან გერქმევა კეფა. სვიმონ კურთხეული პეტრეთ იმ დღიდან იქმს ქრისტეს გვერდზე. ქრისტე სიდეთს ურჩენს პეტრეს, ხდება მომაკვდავის შემწე. ყველაზე მეტ სასწაულსა აჩვენებს პეტრეს თვალყურსა, მას ბიწიერების რცხვენის ცოდვილისგან განვედ ეტყვის. ქრისტე გრძნობს პეტრეს წრფელ აზრსა, აკურთხებს მის შრომის გზასა. ნუ გეშინინ, სვიმონ, ამჟამთ იყო მონადირე კაცთა. ეკითხება თავის ირგვლივ, მე ვინა ვარ, თქვენ რა სიტყვით? მუნ პეტრე მიმართავს ღმერთს, თქმით ხარ ქრისტე ძე ცხოველი ღვთის. და ქრისტე შეჰნატრის პეტრეს, რომ ღმერთია მისი შემწე, ნეტარ ხარ შენ სვიმონ, რადგან ხორცთა და სისხლთა კი არა, სიმართლე გამოგიცხადა ჩემ მამამან ზეცათამან. და მე გეტყვი, რამე თუ შენ ხარ ძლიერი, ვითარცა კლდე და დავაშენო ამ კლდესა ჩემი ეკლესია ზედა. ჯოჯოხეთისანი ბჭენი ვერ სძლებდნენ მას ვერა ხელნი. მიქცნე სასუფეულის კლიტე ცათაისა, ისე იყვეს აქ ფარული, ფარულ დარჩეს გახსნილ, ცასაც გახსნილ ასწვდეს. ბოლო პასექის ჟამს და დროს ქრისტე მოწაფეებს ამცნობს, რომ დაბრკოლებად ხართ თქვენა ჩემ და მომართ ამ ღამესა. პეტრე კი ღმერთს შევპირდება, რომ მისთვის არ დაბრკოლდება. ამენ გეტყო შენ ამ ღამესა, ვიდრე ქათმის ხმობამდესა, სამგზის უვარმყომე სიტყვით. ქრისტე მისთვის პასუხს იტყვის. ზუსტად ისე მოხდა ვითარ ღვთისგან პეტრეს მიმართ ითქვა. პეტრეს მთელი სიცოცხლის ფონს ჰყოფს მანამ და მას მერე დრო. ქრისტეს უარყოფის მერე სინანულში დგება პეტრე. თავს ვხრით მოციქულ პეტრეს წინ, რადგან არ იყო სულით ის უარმყოფი ქრისტე ღვთისა, ვითარ მის ბაგედან ითქვა. თავს ვუხრით დაღვრილ საცრემლსა, თვალიდან ჩამდინარესა, თვალთა ძირში მის ღარებსა, ვით ხეობას ნაპრალებსა. ღაწვებს მარილით დახეთქილს, ვით არალის ზღვას გახეთქილს. მის სველ თვალებს ყელის ტბის მსგავს ცრემლით რომ მუდამ სამსიაქვს. მამა პეტრევ, ცისმარ ცისკარს, რომ გაიგონებ მამლის ხმას, გაგვაღვიძე, ვთხოვოთ ღმერთსა მიტევება შენთან ერთად. ჩვენ ვერც ვწდებით იმ სიმძიმეს,
ცოდო სულს როგორ გვიმძიმებს. ილოცე ჩვენსგან წმენდაზე, ვინც მოგმართავს ამ თემაზე. ჯვარზე გაკრული უხრი თავს ქრისტეს მყოფს შენს გულსა და ცას. ჩვენ მასაც შენც გიხრით თავსა პავლეს, ყველას ქრისტეს მსგავსსა. განსწავლული მამა პავლე მონათლამდე იყო სავლე. ზდევნიდა ქრისტიანებსა არ გვაწერდა ღვთიანებსა. ვითარ თავის რჯულის მცველი სხვა რჯულისა იყო მტერი. მტკიცედ სჯეროდა რაც სწამდა და თავისებს ჭირსაც სჭამდა. მერე ეცხადება ქრისტე, საულს, საულ, მე რისთვის მზდევ? ამ დროს დაბრმავდება იგი და მიხვდება რატომ რისთვის. ის დიდი გვარიშვილობა, რომის მოქალაქეობა, რიადები, დასტა, წიგნთა სიბრძნე მის რჯულში რაც ითქვა არ შველოდა მუხლებზე მდგარს დაბრმავების დროსა და ჟამს. ძალა რომ ჰქონდა ხალხზე და დღეს ის უძლური ვაებდა. ბრმად მყოფი პავლე იმ სამ დღეს იხსენებს ჩადენილ საქმეს, რომ უვარდებოდა სახლსა და აპატიმრებდა ხალხსა. ვინც მოასწრებდა გარბოდა და ხეობაში ჩარბოდა. მამებს, დედებს, გაქცეულებს, შიშით სახლ მიტოვებულებს დასაჭერად რომ მისდევდა, გაიხსენა პავლემ ყველა. და დაბრმავებულ კაცსა სინათლე რომ არ აქვს თვალსა, ეხლა ხედავს ყველაფერსა, რაც რამ დაუშავა სხვებსა. თურმე თვალი არ გჭირდება, როდესაც გაგიჭირდება და გაუძლებს იმ სამ დღესა, სამ მეგობარს თუ სამ მტერსა. ის სამი დღე იყო დიდი თავად დროზე, როგორც ვიტყვით. ვერ გასჭრიდა მჭრელი ხმალი, მიწისძვრა და ქარიშხალი. ვერცა სიტყვა თქმული ტკბილად, გინდაც თუ გალობით ითქვა. მაგრამ უნგრევს სისუსტესა, ვით ჯიხვს ქარიჭი უხვებსა. ეს ზუსტად ის მომენტია, როცა მისთვის სულ ერთია რა მოხდება უკვე ქვეყნად დღეს და ღამეს ათევს თეთრად. მან დროს მისცა დროის ძალა და მისდევს ის ამ დროს კვალად და შეიგრძნობს ენერგიას, რასაც ამ დღეს შესჩვევია, მაშინაც ვერ გრძნობდა ამას ხალხზე, რომ ხმარობდა ძალას. ახლა იგრძნო კაცად თავი, როცა თავთან მარტო არის. ის ჰკარგავს სიკვდილის შიშსა, რადგან დაშორდა ცინიზმსა. თითქოს ჩაკვდა მასში ვნება და ამითი იგრძნო შვება. გამჭვირვალე ხედავს თავსა ცის ქვეშეც და ზეცა საცა და მიეძინა ბოროტ შიშს, ტკივილი კბილშიც აღარ სცრის და ანგრია ბარიერი დგას ჯავრისგან ცარიელი. სულის გადაწყობით მიჯნა გადალახე როგორც იქნა. გიდგება აღსარების დრო, საკუთარ თავთან მარტო ყოფს. აღმსარებელიც ხარ, ღმერთიც, ცოდვილიც, შემწყნარებელიც. ამ სცენას როლი გაქვს
სხვისა მაყურებელი თავისა. წაგება თუ მოგება სისტემაში ვერ მოხდება, არც გაქვს ამის ინტერესი, რადგან არ გაქვს რისხვა სტრესი. უკვე ხარ მიუწვდომელი და დამოუკიდებელი, ვერ შეგარყევს არც რა, როცა ომში სულმა სლია ხორცსა. გეუფლება ერთი გრძნობა, არა ოცნებების ნდობა, არა სიამაყის ძალა, არამედ დუმილი გძალავს. გაგეხსნება გონის თვალი, იმ თვალში სინათლე არის, რაც გინახავს, კვლავ იქ ნახავ, რაც გსურს ნახო, დაინახავ. ნუ თუ სიბრმავე წამალი, ღვთის საჩუქარი რამ არის, უნდა დაკარგო სინათლე, რომ გაარჩიო სიმართლე. მაშ თვალები უშლის ხალხსა, მკითხველო მე შენ და სხვასა, რომ ვარჩევდეთ დღეს და ღამეს, ღვთის სიტკბოს და ცრუსა მდარეს. ხოდა საულეს თვალთ სიბრმავე, წაადგება გონ სინათლედ. უებარი სანუკვარი, ღვთისგან ესე საჩუქარი. ინათლება მერე საულე და თავად დაირქმევს პავლეს, რადგან სიბრმავეში ნახა საქმენი, რომ ჰქონდა გლახა. ანანიას მონათლულ კაცს ნათელი ადგება გონს, თვალს ხდება მოციქული ღვთისა, ამთისა და გაღმამთისა. გიხრით თავს პეტრეს და პავლეს, სულის უმაღლეს ჯვრის ამღებს. გაქებთ ღვთის ღირსებით მსახურთ, არ იშურებდით გულს და სულს. გაქებთ მტრისგან ცემის ამტანთ, თქვენს საქმის ბოლომდე გამტანთ, ქვის ჩაქოლვის მერე ისევ ქადაგებელს მათთან ყისვე. გაქებთ ღმერთის სიტყვის მთქმელთა, შინაურებთან და მტერთან, ქვეყნებსა და ქალაქებსა, სოფლებსა თუ შუაგზებსა. დიდებთან თუ პატარებთან, ურწმუნოსთან, წარმართებთან, დიდრებთან და ღარიბებთან, ჯანმრთელებთან, ავადებთან, ნასწავლთან და უსწავლელთან, უგუნურთან და ნათელთან, სიცოცხლის ათეულ წლებსა, წლის 4 დროს ყოველ თვესა, ყოველ წუთსა, დღით და ღამით, აზრით, სიტყვითა და საქმით. უკვე განწირულთა მკურნალთ, უკურნიდით ხორცს და სულსა. კუდრეთით აღმადგენელ მამებს, ქრისტესთვის მოკლულებს მწარეთ. გაქებთ პეტრესა და პავლეს, ქრისტეს სიყვარულის დამტევს. გაქებთ მოციქულთ გვირგვინსა, წმინდა ბარძიმთან მივდივართ ზუსტად თქვენს აღმსარებლობით, თქვენი ღვაწლით და ცდელობით. ორივ წმინდა მოციქულსა, ვინც იცავდით ჩვენს დიდ რჯულსა, გავედრებთ კეთილმოძღვართა, ღმერთისთვის რწმენით მოღვაწთა. გავედრებთ ყველა ღვთისნიერს, მწოლი არ ავადმყოფს მშიერს, ყველას გზიდან აცდენილსა, ქვრივს, ობოლს და განდეგილსა. შეგვეწიე საქმეს კეთილს, თქვენი ხომ ღმერთს მუდამ ესმის, ილოცეთ ორ სოფლისთვისა, აქა და იქ მყოფისთვისა, შეეწიეთ კეთილ სულებს, ჯერაც არ დაბადებულებს. გადაეცით მაღალ ღმერთსა, გაბარებთ მადლობას ბევრსა, ყველაფრისთვის, რაც რამ მოხდა, რაც მოგცა და რაც არ მოგცა. შეგვეწიოს
კეთილ ხალხსა, ცხოველს, ფრინველს, ბუნებასა. ამინ.